როგორც გაირკვა, რადგან საქართველოს არანაირი თავდაცვის სისტემების სამხედრო შეიარაღება და რაღაც ობიექტები არ გააჩნია, ირანი ვერაფერს ვერ იპოვის დასაბომბად და ისევ კახეთში დაარტყამს ვენახებს. აჩეხვა პრომაქსი. ბალისტიკური რაკეტებით აგვიჩეხეს, ასე და 500 წელიწადში ესე ეწერება ჩვენ ისტორიის წიგნებში, რომ ჩვენმა მთავარმა მოკავშირემ ბალისტიკური რაკეტებით აგვიჩეხა ვენახები 2026 წელს. კარგით, საბოლოოდ რაც შეეხება ჩვენი გადაცემის პოზიციას, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩემი გადაცემიდან მე რაღაც ქარდები კეთდება დასანქცირებულ ტელევიზიების ონლაინ პეიჯებზე და მე ამას ტრამპი კითხულობს და მნიშვნელოვანია. ამიტომ მე უნდა განვაცხადო, რომ ჩვენ ცალსახად და აშკარად ხალხს უჭერთ იმ ქვეყანას, სადაც დაიბადა ჩვენი ღმერთი, ჩვენი ქრისტიანული რელიგიის მთავარი პიროვნება და ღმერთკაცი. აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ირანმა ომში და აუცილებლად უნდა დამარცხდეს ისრაელი, იმიტომ რომ ჩვენ ისრაელი გვაწამებდა და ვტანჯავდა სულ. რაებს გვიკეთებდა საუკუნეების განმავლობაში, მეფეებს გვიხოცავდა, ქალებს გვიხოცავდა, შვილებს გვიხოცავდა, ბავშვებს გვიხოცავდა, ვაზებს გვიჩეხავდა, მაგრამ ირანი ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის მეგობრათა სადარაჯოზე. ეს პოზიცია უნდა ეჭიროს ზოგადად ქვეყანასაც. ნამდვილად უნდა დაუდგეთ მეგობარს გვერდში. ყოჩახ. მე ვემთხვევი ჩვენი ქვეყნის პოზიციას ამ საკითხში. ყოჩახ. დავემთხვით. კარგით. დღეისათვის სულ ეს იყო ქალების ბულინგი. მე ცემაზე და მე რაღაცებს მე დავამოყავ. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, ირანისკენ მივდივართ და უნდა აუწყო ფეხი. ჩვენი ბედი ხო აშხაბადში და თეირანში წყდება. გამოიწერეთ თუ შეიძლება ჩვენი არხი. YouTube-ზეც გამოიწერეთ, Facebook-ზეც, Instagram-ზეც, TikTok-ზეც, ჯერ რაც არ დაუბლოგია სახელმწიფოს, ყველგან გამოიწეროთ. YouTube-ზე გააქტიურეთ ზარის ღილაკი და როგორც გითხარით, ყველა ვინც ირანის მომხრეები ხართ და ირანის ეხმარებით ამ ომში, დაგვიწერეთ კოორდინატები, თქვენ თუ შეიძლება რომ მოვიდეთ და გადაგეხვიოთ. მადლობა. შალომ. ისე მაგარი ბომბა გადაცემა გამოვიდა, ხო? შეიძლება მომდევნო აიათოლას ესრულან.